ინფრასტრუქტურული სამუშაოები დედოფლის წყაროში ადგილობრივი ხელისუფლებისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. მილიონობით ლარი იხარჯება და სამუშაოები როგორც ქალაქში, ისე სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს. დედოფლის წყაროს მერის განმარტებით განსაკუთრებული ყურადღება ხარისხს ეკეთება, რათა ინფრასტრუქტურა არ დაზიანდეს. ერთ-ერთი პირველი დედოფლის წყარო, რითაც გამოირჩევა, ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურა. ჩვენ დაგვხდა უმძიმესი მემკვიდრეობა, როდესაც დედაქალაქთან დამაკავშირებელი გზაც კი არ გაგვაჩნდა და დღეს არათუ დედაქალაქთან დამაკავშირებელი, აბსოლუტურად ყველა სოფელთან დამაკავშირებელი გზა, ახალი თანამედროვე ევროპული სტანდარტის გზა გვაქვს და მეცაც გეტყვით, უკვე მეოთხე წელია ქალაქ დედოფლის წყაროში უასფალტო ქუჩა აღარ დაგვრჩენია და ყოველწლიურად სოფლებში და საუბნო გზების მოწესრიგება მიდის, მაგალითად სოფელ სამრეკლოში, რომელიც ერთ-ერთი დიდი სოფელია, უასფალტო ქუჩა აღარ გვაქვს, სოფელ ხორნაბუდში, რომელიც ანალოგიურად დიდი სოფელია, სულ ორი პატარა ქუჩა არის დარჩენილი, რომელსაც მომავალში აუცილებლად გაკეთდება და თითქმის ყველა სოფელში შიდა გზებსაც ვაკეთებ და აი ამ განვლილი 13 წლის მანძილზე 204 კილომეტრის და 760 მეტრის საგზაო ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგეთ და 96 მილიონ ლარზე მეტი დავხარჯეთ და ეს პრობლემების ეს ფურცელი გადაიფურცლა